მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ Breaking Bad's. ვაგრძელებთ Breaking Bad's მძიმე დანაშაულს, დღეს უნდა ვნახოთ მეოთხე სეზონის მესამე სერია. საკმაოდ საინტერესო დასაწყისი ჰქონდა მეოთხე სეზონს, მეორე სერიაც საკმაოდ ნორმალური იყო. ახლა მერთო კომპიუტერი გამოვიყენო. მეზიზღება ასე რო ხდება. ახლა ნახოთ როგორ იქნება მეორე სეზონი ზოგადად წესით, მეოთხე სეზონი ზოგადად. წესით, როგორც მე მგონებიან, მეოთხე სეზონი ძალიან მაგარია. მეოთხეს და მეხუთე სეზონებს განსაკუთრებით გამოარჩევენ, რომ მაგარიაო. რავი, მე მომწონს ასეთი სერიალები, რომ სეზონების მერთო უკეთესი რო ხდებიან რა სეზონი, არ ვიცი, ხელა პაუზა რა ჭირდება იყო. მაგრამ ხო, სეზონების ზრდასთან ერთად ვიდოდა მეთქვა, მაგრამ მივხვდი რომ მაგარი შტერობა გამოვიდოდა. ამასობაში კომპიუტერიც ჩამერთო. და სერიის სათაური არის Open House. საინტერესოა. მე ჯერჯერობით წარმოგვიდგენა არ მაქვს რაზე შეიძლება იყოს ეს სერია. ასე ჯობია. მაგრამ ხო. ნახავ. რა ჭირსახა. ხო. ესე იგი მერტო ერთი მეორეზე უარესი პრობლემაა, რა ჭირს ამ კომპიუტერს. მძიმე დანაშაული მეოთხე სეზონის მესამე სერია 3-2-1 დავწყეთ. ოდიშით რამდენი ხანი გავუდინეთ. ვიწყებთ ვოლტით. ლაბორატორიაში შედის. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. და საკმაოდ იმყოფილო ჩანს. ასეთი ყავა გეცმის. ვაფშე ყავა მინდა. მძიმე დანაშაული რატო მოქმედებს ჩემს ორგანიზმზე ასე ცუდად? იმება როგორც იქნება. კამერა ნაბიჯვარი. ვაიმე მოვთ. ვერ გეიქცევი. ჩემი. თვითი გიხიცავ. აი გაჩვენდი ახლა. ეს кайიკო. არ წავალ. ვოლტ, აქედან არ წავალ. არ არის სახში. ღმერთო ჩემო. და ტელეფონი იქ მგონი არ მუშაობს, ხო? ტელეფონის ზარის ხმა მესმის. აქ არის? რასაც თუ საერთოდ არ მიაქვს ხოლმე ტელეფონის
რა ჩანდაბა გჭირს? რას აკეთებდი? 23 შეტყობინება დაგიტოვე. მერე რა მერე? ავტოსამრეცხაოზე უნდა გელაპარაკო. იცის კაილე რა აღარ შემიძლია ამაზე ლაპარაკი, კარგი? შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ. არა, არ შეგვიძლია. რატომ იმალები? ვაუ. ღმერთო ჩემო. შენ. რა მოხდა? არაფერი, რაღაცას მივარტყი და ესა. კარგი. შემოვდივარ. ხოჩა. ზუსტად მითხარი რა მოხდა? გართულებული ამბავია და არ მინდა ამაზე აა, საუბარი. შენი საქმე არ არის. საფრთხე გემუქრება? ნუ კი, საფრთხე ყოველთვის იმხდება. Walt. მინდა თვალებში მიყურა და მითხრა საფრთხე გემუქრება თუ არა. მოდი ასე ვთქვათ. იმდენი საფიქრალი მაქვს, რომ დაწყევლილი ავტოსამრეცხაოსთვის ვერ ვიცვლი და ამიტომ თუ შეგიძლია იქნებ ახლავე ცოტა რაღაცნაირად მოიქცე ისე, როგორც საჭიროა, კარგი? გთხოვ. კარგი. მეგონი აქეთ ხდება ახლა. მაშინ პოლიციაში მივალთ. ო, რა? ყველაფერს ვეტყვით. იმას რომ ბარი გახარ. შენი ოჯახის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რომ დახმარება გჭირდება. სხვა რა არჩევანი გაქვს, Walt? ნუ, ხო, თუ საფრთხეში ხარ, მაშინ რა არჩევანი გაქვს? გაჩერდი. სიტყვა საფრთხეს ძალიან ხშირად იმეორებ. მაგრამ ახლა არ თქვი რომ საფრთხეში. არა, არასდროს არ მithქვამს ეს სიტყვა. ვთქვი სიტუაცია შენ თქვი, ხო? უცბად დაფეთქდი. ხო, ავფეთქდი, როცა სახეზე ეს დავინახეს. საიდან მოვიდა? აბანოში დაეცი? ეს პასიური აგრესიაა, ხვდები? პასიური აგრესია? 2 დღე არ პასუხობდი შენ ზარებს, მხოლოდ 2 დღე. უმნიშვნელო. პატარა ინციდენტი მომივიდა და ახლა მეუბნები რომ პოლიციაში მივიდე. ხვდით გულისათვის? ხო, მითხარი მაშინ რა ინციდენტი? ჩემს თანამშრომელთან ვიკამათე. გასაგებია? მერე? მოკლედ რაღაც ბარში ვიყავით და განვიხილავდით კონკრეტულ ბიზნეს სტრატეგიას. და მერე სიტუაცია დაიძაბა, ბიზნეს კონტროლთან არ სტრატეგიას. ექვემდებარებოდა და დამარტყა. მხოლოდ ერთხელ. ხელი არ შეუბრუნე, რადგან ჩემზე ბევრად ასაკოვანი პიროვნება იყო. ესაა და ეს. იყო რომ მე მგონი ტოლები ხართ. ნუ вообще არა. ბარში დიდი იჭყო. ჩანს. ხო. სკაილერ. არა, ბარში არის ჩხუბა. იმან დაარტყა სამჯერ. ესე იგი კარგად ხარ. ამას ხელი არ შეუბრუნებია. სერიოზულად? ხო. კარგად ვარ. და ვფიქრობ რომ უკეთესიც იყო ესე მომხდარიყო. ამოვიღეთ რაც გულში გქონდა და ხო ხდები ურთიერთობის ამბავია. გაყინული ბარდა. რა? შებერილობისთვის ყველაზე აა, კარგია. აი. შებერილი არ არის უბრალოდ ბარდა არ გაქვს. არც ყინული გაქვს. ვიშოვი ბარდას, ყინულს, ბარდა და ყინული, ჩავიწერ. დამპირდი, რომ საფრთხის შემთხვევაში სკაილერ, დამპირდი. აუცილებლად. ესე იგი ავტოსამრეცხაო. კი. ეს ვინ არის? ეს მერია. ჩარლზ? გამარჯობა. რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? დიახ. შეგიძლიათ დამისხეთ. ვფიქრობ შევძლებთ თქვენს დახმარებას. აბა, რას ფიქრობთ? ძალიან კარგია.
ძალიან ფართეა. გეთახმებით ბუნებრივი სინათლე დგას მაიკლ კილბორნი. თორი კოსტნერი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ესე იგი სამი საძინებელი ერთნახევარი აბაზანა, იქით პატარა სახლი დგას, რომელიც ცალკე დგას. დიახ. შეგიძლიათ ოფისად გამოიყენოთ ან სასტუმრო ოთახად. ხის იატაკი. ამ ხედავ გათხოვილი ხართ. არა, ახლა ხარ დავშორდით. ძველი ჩვევა. ვწუხვარ. რებს იწვევს. დიახ. პატარა ბიჭი. რამდენის? 4-ის გახდა მაისში. ზოდიაქოს ნიშნით ტყუპებია ეზო მოეწონება. საკმარისი ადგილია ბავშვების გასართობად და უბანში ძალიან კარგი ბაღია. ვფიქრობ, ილაის სახლში იქნება განსწავლული. ძალიან კარგი. არანაირი რელიგიური მიზეზით ან რამე ეგეთი. უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ ჩემს შვილს საკმარისი ყურადღება ექნება. მაინც წავა საზაფხულო ბანაკში და საბავშვო გასართებ ადგილებში. არ მინდა საზოგადოებისთვის უცნაური იყოს. კარგი აზრია. ის ტესტირებას მაღალ 96%-ზე აბარებს, მაგრამ That's right, რატომ ვაკეთებ ამას? დაბალანსდეს. როგორც თქვი, პატარა სახლს წყალსადენის სისტემა აქვს. თიხას ვძერწავ, ამიტომ მუდმივი წყალი მჭირდება. მილსადენი აბაზანის მე-4-ს ეყოფა, ამიტომ შეგიძლია სრულ ყოფილი სამუშაო ადგილი მოიწყო. კარგია. ჯანდაბა, ეს ექიმის გეგმაა, რომ პაციენტები განტვირთოს. ხო ხვდები რას გეუბნები? მაგრამ მეკთანო, მე არ ვარ. გამარჯობა. მოვედი, ჰენკ. ჰენკ. ხო, სამ სხვადასხვა ადგილზე მომიწია მისვლა. შენ რომ მოგწონს იმ დამატენიანებლის საშონელად, მაგრამ ვიპოვე ლუდიც მოგიტანე, ჩიფსებიც. ჩიფსებს და ვისკი. თავი ვერ ჩემი კაი. შევიყავი. ფეხბურთის არა, სრული მოკალავ ახლა. ყოველ სერიაში როგორ უნდა ბობაშიოთ. შეხედე? შენთვის. მარია, მე გითხარი ჩიტოსი და არა ფრიტოსი. მარი, ახლა მარიას უძახიან. 10 ჯერ გაგიმეორე ჩიტოსი მოიტანეთ ხო? გინდა რომ დაგიწერო? არა და არც ის მინდა რომ ამ რაღაცაზე ასე ცუდად მელაპარაკო. უბრალოდ გეუბნები რომ ჩიტოსი, გესმის? ჩიტოსი გითხარი, ჩიჩიჩ. გამოვეცი ასეთი ხმა, ფიქრობ ფაქტიურად შეუძლებელია. სად მიდიხარ? გონი მაღაზიაში. დოსე. კი? აიღეს. მოთამაშეების შერჩევა კიდევ 2 თვე არ იქნება, ამიტომ ეს რაღაც უსარგებლოა. კარგი რა, ჰენკ. twinი თუ წაიღე. თუცა ჩიტოსი მოხდა კაი. დაუჯერებელია. რა? რა? აი ეს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ლაბორატორიაში გვითვალთვალებდნენ. აი ახლა კი დარწმუნებით ვიცი. ხო და არ მომწონს. შეიძლება აგრე არ სამუშაო ადგილის გითვალთვალებდნენ. წესებზე წინააღმდეგება. გააჩნია სამუშაო ადგილს ახლა. რამე ვქნათ? ნარკოტიკებზე რომ მუშაობთ, მეტამფეტამინზე. მაგალითად რა? კარტინგებზე წავიდეთ. რა? კარტინგებზე წავიდეთ? ხო, კოლიზეუმის ქვებითაა. მაგარი გასართობია. არა, შეხვედრა მაქვს. შეხვედრა. საქმიანი. კარგი, არა უშავს. რა, მე წავყვები. თუ მართლა შეხვედრა არ აქვს, მაგრამ მე ეჭვება. სხვა დროს იყოს. თუ იმასეა. ხო, რა რა პრობლემა? ქვია, ავტოსამერცხაოზე. როგორ მიდის შენი საქმეები? კარგად. მართლა? კარგად ხარ? რამეზე ხომ არ გინდა ლაპარაკი? თვალი როგორ გაქვს? კარგად. რამეზე ხომ არ გინდა ლაპარაკი? ხო. კაი იქნება თუ დაილაპარაკებთ. მესამე სეზონის მეთა სერიაში კარგად გამიგივიდეთ. ასეთ სიტუაციებს, როცა სახეს გაძრობენ, ბოლომდე ვერ მიეჩვიე, მაგრამ
ნუ ჯესი ნელ-ნელა ეჩვევი. ჯესი მიჩვეულია კი ჯესი ყოველ სეზონში ცემეს არა მეორეში არის თუკონ პირველში ცემა მაგრამ მაინც ბევრჯერ გაქვთ გალახული ორი სიტყვა ფრჩხილის სალონი ფულის გათეთრების საუკეთესოა მაღალ შემოსავლებზე გათვლილი ბიზნესი ფრთხილის სამუშაო პერსონალით იმას გულისხმობ რომ ბატონო მე არაფერი არ ვიცის ვერავინ ამბობს ბატონო გუდმენ სოული დამიძახეთ გთხოვთ ახლა ოჯახის ქალბატონისთვის ბარაბანზე დაუკარით რა სიტყვით რომ მოგამარაგოთ ფრანგული მარიკულით მიდით იჩქმიტეთ დაიჯერეთ რომ ნამდვილია ფრჩხილის სალონის ყიდვას არ ვაპირებთ ბატონო გუდმენ ჩვენ ავტოსამრეცხაოს ყიდულობთ უკაცრავად რამე გამოვტოვე ეს ხომ უკვე ვცადეთ ვოლკმა მითხრა რომ ამ ვიღაც ბოგდანთან მიხვედი რომელმაც წარბებით მოგიგერია წარბები მილიონად შეაფასა ასეა ფასი 20-მდე გაზარდა ძალიან მაგარი მოლაპარაკების წარმოება გწოდნიათ მის ნიქარეთ ყველაფერი ხდება ჭკვიანურად მოიქეცით და დამირეკეთ ახლა დამშვიდით და საქმე პროფესიონალს მიანდეთ კარგით უკაცრავად ჩემთან არიან რა გინდა შეხვედრაზე ვარ და აქამდე რატომ არ იფიქრე მაგაზე ვინ არის შეხვედრა მაქვს შეიძლება ჰული შენ საპირფარეშოში შევიდეს ჰული ჰული რა თქმა უნდა კიბეების პოლოში მალე მორჩება ეს კუჩზე აქვს პრობლემა აბა სად გავჩერდით ხო ესე იგი თუ ის კაცი არ ყიდის ესე იგი არც გაყიდის ასე არ ვფიქრობ რომ არ ყიდეს ვფიქრობ мотиваცია აკლია мотиваცია რომელ мотиваციაზე ამბობ რომელზე мотиваცია რომელ мотиваციაზე ამბობ რომ ერთ თემაზე ვლაპარაკობთ არა ასეთი დრამატული არაფერია უბრალოდ мотиваცია დამოკიდებულების მოწესრიგება მაგარი ყოფილხარ აუდიტი შეიძლება იყოს უაღრესად წამახალისებელი გოგონას ვიცნობ საგადასახადოში 10 წუთი სჭირდება და ამ ბოგდანს სასწაულებს ჩაუტარებს არა არ გვინდა არასასრული საგადასახადო ყურადღება არ მინდა ჩვენზე რამე იეჭვან როცა ბოგდანი მაქავრობას გაყიდის კარგი საემიგრაციო რეიდზე რა სიტყვით ხომ იცით არალეგალებს ამუშავებს არა საწყალ ხალხს ტყუილად არ გავწირავთ ნებისმიერთებია ხო და დაგჭირდებათ როცა თქვენ გახდებით უფროსი დიახ ტერორიზმზე რა სიტყვით რა სულ კაი რა აგენტო ჰუვერ მინდა გითხრათ რომ ავტოსამრეცხაოში ნამდვილი ისლამისტური რაღაცეები ხდება ფურგონებში ხდებიან სახედაფარული კაცები და მოკლედ მთელი ამბები სოულ ბოგდანი რუმინელია აჰა კარგი უბრალოდ მსჯელობთ ამიტომ ერთი საკითხი მინდა რომ შემოგთავაზოთ ყოველთვის შეიძლება თქვა ძალიან კარგი ადგილი გაქვს სიცხვილი იქნებოდა რამე რომ მოსვლოდა ხომ ხდები რაზე ლაპარაკობ ვიძალადოთ დამოკიდებულება მოუწესრიგოთ არა ასე არა მე გამიგულისხმია ასე არ მოვიწევი ნუ სკაილერ ადამიანები კარგი მართალია ერთი მართალია ხო წესით ამ ტერიტორიაზე ბევრი ავტოსარეცხაო უნდა იყოს ვინ ამბობს რომ მაინც და მაინც ეს გჭირდება ვინ მე ვამბობ რომ ეს ასეა საჭირო რატომ მართლა რატომ შად ღმერთო ახლა გასაგებია ბოგდანი არ მომწონს ძალიან ქედმაღალი იყო ჩემს მიმართ შენზე ცოტა შედილაპარაკე ზედმეტად სკაილერის მიერ ზედმეტად უხეში იყო მეტი არაფერი არავინ არ აფასებს გზნობიარე ქალს ისე როგორც მე მაგრამ ვოლტი დამეთანხმება რომ ამ ბიზნესში ერთი წესი არსებობს რაღაცეები გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო რა ილაპარაკა ჩემზე უხეშად ვაი თქვა თუ როგორ არ ყოფნის კაცობა რომ პირადად შეხვდე მას და დაელაპარაკო
რა? ამიტომ შენი ქალი გაგზავნე საქმის მოსაგვარებლად. აუჩი. როგორც შენი ადვოკატი, ჩემი აზრით ძალიან ცუდი აზრია. ესე იგი, მედია არ შეუვარდება ბოგდანს ახლა როგორც ძალადობის ეს და შეუვარდება. ეჭვების გაჩენის გარეშე უნდა შევიძინოთ ეს ავტოსამრეცხაო. კი. რომელიც ასევე უდანაშაულო ხალხსაც იცავს და რომელიც 20 მილიონი არ ღირს. ცოტა წვალება მოგიწევთ. კარგით, ეხლა ყველა ერთად ნუალაპარაკებით. გამარჯობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ეს კოვზები, ხო, მე პატრონა კოლექციონერია. მაგარი არა? 50-ვე შტატს თავისი აქვს. პუერტო-რიკო ფაქტიურად ცალკე ტერიტორიაა, იცით? იცით, შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ერთ დღესაც იქნებიან. ესე იგი, სარდაფი არ აქვს? სამწუხაროდ არა. ეს პრობლემაა, რადგან ჩემი ძმა სამშვიდობო მისიაზე წასულია და 18 თვე არ დაბრუნებულა, ამიტომ ვიფიქრე მის ავეჯს სარდაფში შევინახავდი. თუ რამის შესანახი ადგილი გინდათ, სახლს დიდი სხვენი აქვს, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ. სხვენი შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს, თუ რა თქმა უნდა მშრალია. ამათ უარა ხარბერი. ოი, რაღაც მაქვს თქვენთვის, აი აქ. ვოლტზე უარესი მატყუარა, აუეჭველი. შეგიძლიათ გაიცნოთ ყველანაირ ინფორმაციას. მე სტეფან დოსველი ვარ. შარლ ბლატნერი. ძალიან სასიამოვნოა, ჩემთვისაც. ამიტომ პირდაპირ ვუთხარი. ჩემი ქმარი ხარ და მიყვარ ხარ. მაგრამ 53 წლის ხარ, ეს სამუშაო კი უკვე ძალიან სტრესია. 53 წლის. ამიტომ დროა შეეშვა თქო. სასწაულია, მაგრამ დამიჯერა. მაინც როგორი შთამბეჭდავი კარიერა იქნებოდა მისთვის. ხო, ჩვენთვის NASA მეორე ოჯახივით იყო, მაგრამ ხო ხვდებით? ახალი თავგადასავლების დრო იყო, ამიტომ მისი პენსიის და ჩემი ხელის მოდელობით შემოსავლით კომფორტულად ვგრძნობთ თავს და ამიტომ ბოლო დროს როდის განაახლეთ იატაკი? 2 წლის წინ და მრიცხველებიც ახალია. ხო, მივხვდი. ტრავერტინი. ბავშვები გყავთ? არა. ნამდვილად არ მინდა შვილების ყოლა. ცუდად გამომდის თქმა რა. სულაც არა, საჭირო ყველას ყავდა შვილები. ეგ ჩემს ქმარს უთხარით. გაგვისაყრელი? ვაიმე. კაი. ჯესი. აუ, ჩემი ტიპსები და ჩემი კაი. კაი, დიდი მარა, აქ გაიწევი. უფ. მაგრამ კაი რა მე ვსაკეთე. Check it out. Scorio. კაი რა. Oh shit. Jesse, გამიჯერე, ამ ადგილას ყოფნა არ გინდა. შემი კაი ყველა იმენა პირველ 2 სეზონს უბრუნდებით ისევ.
საცოდარი ჯეს. მერი. მართლა ძალიან მიყვარს თქვენი სახლი. მადლობა მიმი. მიმი. ეს ევროპული სტილი აქვს. ასე ფიქრობთ? დიახ, წლების განმავლობაში ლონდონში ვცხოვრობდი, ამიტომ კარგად ცნობილი იერია. რა ადგილას ლონდონში 60-იან წლებში აფუჩი მუშაობდი. ქალაქის ცენტრში. მაგრამ სახლში ფაქტიურად არასდროს ვიყავი. ჩემი ქმარი ილუსტრატორია, ამიტომ ხშირად გვიწევდა მოგზაურობა პარიზში, იტალიაში, დანიაში. ეს ყველაფერი ხდებოდა სანამ ბავშვებს შევიყვანდით სკოლაში და სანამ უმცროს ენდოკარდიტის დიაგნოსტიკას უწევდნენ. ღმერთო ჩემო, ეგ ბაქტერიული ინფექციაა გულის სარქველებზე, შეიძლება ძალიან ცუდია. კარგადაა? თქვენი შვილი. კარგადაა? დიახ. მადლობა. ექიმებმა ხელოვნური საკველი ჩაუდგეს, ამიტომ კარგადაა. დადის და დარბის, ცხენებს აჭენებს. მადლობა ღმერთს. ხო, ძალიან გაგვიმართლა. უკაცრავად. ქალბატონო? ძალიან კარგი იყო, მადლობთ. პოლიციას დაურეკავ. კარგი. ვიცი რომ მისკოვზი მოიპარე. რა კოვზი? რაზე ლაპარაკობ? ქურდი ხარ? უკაცრავად? და მატყუარად, შენი თავის შესახებ რაღაც ისტორიებს იგონებ, რა გჭირს? არა, ეს თქვენ რა გჭირთ, ქალბატონო? ჯობს უკან დაიხიოთ, გასაგებია? ჩემი ქმარი ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის აგენტია. მე ასტრონავტი ან ილუსტრატორი მეგონეს, ჯობს ჩამოყალიბდეთ. იცი რას გეტყვი გასიებულო? ძალიან გაგიმართლა რომ შეხვედრაზე მაგვიანდება. არსად არ წახვალ. ხელი გაუშვი. არ წახვალ სანამ პოლიცია არ მოვა. ხელი გაუშვი. ხელი გაუშვი, ძალიან დიდ შარში ხარ. ღმერთო ჩემო. მე მგონი შენ უფრო დიდ შარში ხარ. ძალიან დიდ შარში ხარ. ძალიან დიდ შარში შენ ხარ, მერი. გისმენთ. მოიცადე, ცოტა ნელა და თავიდან დაიწყე. რა სათხარ? რა ჯანდაბა? ყველაფერი ვითხრა, ხო? მორჩები ტირილს? ღმერთო. კარგი, გაჩერდი. გადავრეკავ და შენ უბრალოდ წვანარდი ჯექი. მერი. სადაგიყვანეს? რა თქმა უნდა, სისულელე საკეთებ ახლა. კარგი ამბავია, ოფიცრები ელაპარაკნენ სახლის მეპატრონეებს და ისინი არ აპირებენ სარჩელის შეტანას. გასაგებია, არც მე არ ვაპირებ. კარგი, შეგვიძლია წავიდეთ. შენ მზად ხარ? მარი გინდა სახლში? მარი. მომენტში ხო, ანუ ენკის გამო. მაინც მეწოდება მერი. ანუ ცოტა სისულელეს კეთება დაიწყო, გააგრძელა ისე. მაგრამ ხო.
12 ლოუ. დიახ, სკაილერ ვაითი ვარ. სოლ გუდმენთან დამაკავშირეთ გთხოვთ. დიახ, მნიშვნელოვანია. მადლობთ. ბოდიში, იგივე შედეგია. მაგრამ ეს არ არის სწორი. ვერ დამკეტავთ, ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. ბატონო ვოლინეც, შევამოწმე შემავალი და გამავალი წყალი. წყლის ჭარბი ჩამონადენი. ახლა კი აქ ვარ, სადაც უფრო მეტი დამაბინძურებული ნივთიერებებია, ამიაკი, აცეტონი, ბენზოლი, ნიტრობენზოლი. არა, ეს შეცდომაა. სად არის გარი? ის გეტყვით, რომ ჩემი საპონი ძალიან კარგი და სუფთაა. პრობლემას თქვენი საპონი არ წარმოადგენს, ფილტრაციის სისტემა არის პრობლემა. მინიმუმ განახლებაა საჭირო, მაგრამ თუ მიწის ქვეშ გამოტუტვა ხდება, რაც სავსებით შესაძლებელია, მაშინ მთლიანად სისტემის შესვლა მოგიწევთ. შეცვლა, იცით მაინც რა ღირს? $200,000. მისმინე, ვიცი რომ გიჭირთ, თუ გინდა ჩემი ძლია მოწონებული გამყიდველების სია მოგცეთ. ახლავე თუ მიხედავთ, მაშინ დახურვა მაქსიმუმ 4-5 კვირით მოგიწევთ. კარგი, მართალი ხარ. ამიერიდან უფრო მეტად ყურადღებიანი და სუფთები ვიქნებით. კარგი? არანაირი დაბინძურება, კარგი? არა, მაპატიეთ. მაგრამ შტატი მოითხოვს, რომ შეჩერდეს ყველანაირი კომერციული საქმიანობა, სანამ ეს დონეები არ მიაღწევს მანდატით დაწესებულ მინიმუმს. ის კაცი სად არის? გარი. ლას-კრუსეში გადაიყვანეს. თუ გასაჩივრება გინდათ, უნდა დაუკავშიროთ. არაფერი არ გამიფუჭებია, მითხარით. რატომ კეტავთ, მითხარით? რომელი კანონი დავარღვია? რომელი და რამდენიმე ერთად? კონკრეტულად ჩამომითვალე კანონები თორემ უარს ვაცხადებ. ახლავე. კონკრეტულად რა კანონები? დაიცადე, კარგი, ახლავე მოიცადე. კარგი, ნიუ-მექსიკოს 1978 წლის სახიფათო ნარჩენების კოდექსი. 314 პარაგრაფი, თავი მეოთხე ნაწილი მე-13 ამბობს, რომ როდესაც მყარიან სახიფათო ნარჩენების დაგროვება ხდება, ამ შემთხვევაში უკვე იწევს ამ მომავალში გამოიწევს სავალალო შედეგს. მაშინ დამნაშავე უნდა დაჯარიმდეს $5,000 ყოველ დღე, სანამ კანონის დარღვევა იარსებებს. კარგი, დამელოდე. ახლავე პატარა. გარემოს დაცვის სააგენტოს შეუძლია სასამართლოში უჩივლოს შხამიანი ნივთიერებების გამო. 1976 წლის კონტროლის კოდექსის მიხედვით შეერთებული შტატების კოდის სათაური 15. თავი 53. გასაგებია. დაკმაყოფილდა? საკმარისია? რა ხდება? კონკრეტული იყო? დიახ, ხო. კარგი. ჭამას მორჩი? არაფერი არ გიჭამია. არმშია. კარგი. ბრინჯის პუდინგს გიტოვებ. არმშია, მარი. ხო და ნუ შეჭამ. ო. ნუ, ხო. გამარჯობა, მარი, როგორ ხარ? კარგად ვარ. მშვიდობა? ყველაფერი რიგზეა. სიმართლე გითხრა, ჰენკის სანახავად მოვედი. ძალიან საყვარელი ხარ. ჰენკს ძალიან გაუხარდება. საყვარელო. სტომარი გყავს. ღმერთო. ახლა რა ხდება? ბანკი გაიტანა? გამარჯობა, მეგობარო. ბანკი. ვერ ვიცუწუნებ, ხომ ხდები? ყოველდღე უკეთესობას ვხსნო. კარგია. კარგად გამოიყურები. სილამაზე არც არასდროს ყოფილა პრობლემა. მოდი დაჯექი. მისმინე. კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. ძალიან რთულად გადაიტანა ეს ყველაფერი. ძალიან. დაივიწყე. მოხარული ვარ რომ შევძელი დახმარება.
ესე იგი ქვებს აგროვებ. მინერალებია. კატალოგს ვაკეთებ. სახეობის და კატეგორიის მიხედვით ვაწყობ. სამუშაო ბევრია. ხო, ასეც ვიფიქრე. აბა, რაშია საქმე? ვფიქრობ, შეგიძლია რაღაცაში დამეხმარო. კვლელობა მოხდა, შესაძლოა ნარკოტიკებთან დაკავშირებული. ჩემი დახმარება გჭირდება საქმეზე. ასეთი მაგარი ვარ. არა, მაგრამ ნარკოტიკებთან მებრძოლი პოლიციელი ხარ, რომელმაც იცის აქაური ამბავი. და მეგობარი ხარ, ვისაც ახლა ხან დავეხმარე, ამიტომ საშუალება მომეცი ცოტა ინფორმაცია გამოგზავნო. როდესმე გეილ ბეტიკერის სახელი ხომ არ გსმენია? არა. ვიღაცა მივიდა მასთან და თავში ესროლა. გასაგებია. არანაირი ნიშანი რომ ეს იყო იძულებით შეღწევის ან ძარცვის მცდელობა. კარგი, ესე იგი სიბრაზისაგან გამოწვეული დანაშაულია ნარკოტიკების სახედავ. მის სახლში რვეული ვიპოვეთ. შენთვის ასლი გავაკეთე. თუ რა თქმა უნდა დაინტერესდება. როგორც მეთამფეტამინის სუპერ ლაბორატორიას ეხება. სავსეა მეცნიერული ფორმულებით და ქიმიკატების შესყიდვის სიებით. ნახატებით, მოკლედ გვერდების სავსეა ასეთი რაღაცეებით. დიდ რამეზეა საუბარი, მაგრამ მე არ ვარ გარკვეული, ამიტომ იქნებ შენ შეხედო. კარგი რატიმ. რა არის ეს რამე შეწყალების ამბავია? ვიფიქრე შენი როგორც ექსპერტის შეფასება გამოგვადგებოდა. ვერ ხედავ აქ წევარ სირივით კუჩში გასვლიდან კუჩში გასვლამდე. საკუთარი თავისთვისაც არ ვარ გამოსადეგი. ჩემი რჩევა გინდა? სტივ გომეს მიუტანე. ის დაგეხმარება. ვაძლევ ამ საქმეს სტივ გომეს და უცბად ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის საქმე ხდება. მერე რა ხეირი. უბრალოდ შეგიძლია შეხედო, მითხარი, რასთან მაქვს საქმე. მადლობელი ვიქნები. მადლობა თმაო. თავს გაუფრთხილდი. ზუსტად ასე ვიცევი. მაგათ გააფრინა ორივე ცოლქნა მაგრამ. კარგი მცდელობა იყო. შენი ძილის დროა. აბა? ფრჩხილის სალონი იმედის მომცემად ჟღერს. რა სიტყვი? მე ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ. დაველოდოთ. სკაილერ უკვე 5 საათი გავიდა. დარეკავს. უბრალოდ დაელოდე. დაველოდოთ. კარგი აზრი იყო. მაგარი აზრი იყო, მაგრამ არ იმუშავა. რატომ არ მოუნიშნავთ ამ ფაქტს, როგორც აჰა. გასამბობდი? White-ები გისმენთ. White-ები. გამარჯობა ბატონო ვოლინიც. ისე ვარ თუ არა დაინტერესებული? ზუსტად ვერ გეტყვით. დიახ, 879 იყო საწყისი შემოთავაზება, მაგრამ ახლა ფასი უკვე ძალიან დიდი მგონია, ამიტომ 800-ს გთავაზობთ. არა, მოეუბნები მაგას. რატო? რადგან ანასტასია მონოპიროვნება ხართ ბატონო ვოლინიც, უხეშად მომექეცით და უპატივცემულოდ ილაპარაკეთ ჩემი ქმრის მიმართ. გარდა ამისა, სხვა გამყიდველები ვნახე და ბაზარზე ფასები იმაზე მეტად გაიგივით, რომ მეგონა ამიტომ 800. ძალიან გადარეული ხალი ხარ. გასაგებია რომ იმედგაცრუებული ბრძანდებით, მაგრამ ეს ჩემი საბოლოო ფასია. სამწუხაროა რომ ვერ ვითანშრომლებთ. კარგად. რას აკეთებ? მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. რატომ? იმიტომ რომ ნაკლები მინდა გადავიხადო.
79000-ით ნაკლები. ეგ რა არის? იცი რამდენს შოულობ დღეში? კი, და სწორედ ამიტომ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება. არ გვინდა რომ რამე ეჭვის თვალით შემოგხედონ, როცა არ ვეცდებით კარგ შეთანხმებას მივაღწიოთ, იცი რა? მისმინე. ხვდები ლოგიკას, უბრალოდ ძალიან ღრმად შეტოპე. შეურაცხყოფებს აყენებ, ხვდები? რა შეურაცხყოფებს? უბრალოდ ვთქვი, რომ არასასიამოვნო პიროვნება იყო. ნუ პრინციპში იმანუელე სიტყვა, მაგრამ ახლას კაი. აღარ დაგირეკავს. შენ მართლა ფიქრობ, რომ ამ მიდგომა მიმუშავა? Yeah, კი, I do. ბოდიში, მაგრამ შანსი არაა. დროა რომ სხვა რამეზე ვიფიქროთ, კარგი? სოულს დავურეკავ, ჩემი ტელეფონი სად არის? სად არის ჩემი ტელეფონი? დაურეკე ახლა და უთხარი რომ თანახმა ხარ 879,000-ზე. თვითონ ეკავს? არა, რა? არა, მოიცადე, მოიცადე. რატომ? სტაინერ. მოღმერთო. Hello. გამარჯობა. Hello, Mr. გამარჯობა ბატონო ვოლინეც. არავინ აქცევს ნუ ყურადღებას არა. სად არიან ეს არა, რაღაცები. ჯენდაბას. იმას გულისხმობ, რომ ოჩანი ათასობით მათგანი ნავებით მოდიან რა ჩვენკენ. ხდება? ეს ლატინის ჯესის. მანქანაში მოთავსდებიან და სან-ფრანცისკოში წავლენ. ასე ძალიანაც არ მეშინია კანიბალების მარტო გათევლის და ჯაჭვურ ღობეზე მიბის მეშინია. დაფიქრდით ამ ღობესთან ხართ და ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს რომ რაღაცას თავი დააღწიოს და აწვება ამ ღობეს. ეს ხუმრობა არ გეგონოთ. ხვდები? გაიჭყლიტებით ამ ჯაჭვებში როგორც რბილი ხორცი და ეს გარდაუვალია. ვერაფერს ვიზამთ. ხო ხვდები რა ამბავია და თუ ღობის ბოძები ღრმად არის მიწაში ჩასობილი. თუ ჩაცემენტებულია, მაშინ ეს თქვენს თავს აუცილებლად მოხდება. ხო ხვდები რა შარში იჩითები ამ დროს? ძალიან მაგარი ყლეობაა. მაგრამ რა სიზამ? როცა ესე ბოზო. ვიღაცას ესროლეს, ვიღაცას ალბათ ესროლეს როგორც რბილი ხორცი. იჭყლიტები როგორც რბილი ხორცი, როგორც რბილი დამპალი ხორცი, უძვლო ხორცი. ხვდები? რბილი ხორცი, გარდაუვალია. ფული! ჯესი. იცი. ეს ის გასის ტიპი იყო. მაგარია. და რა თქმა უნდა მიმოწმდა. გაუმარჯოს სუფთა მანქანებს და სუფთა ფულს. გაუმარჯოს. ასე იყოს. ასე იყოს. ხედავ? გითხარი ვიყიდითქო. მართლა? და სერიოზულად. სერიოზულად. ვაუ. მიპასუხეთ იქნა. გასაოცარი იყო. მადლობთ. არა, მართლა გასაოცარი იყო. რომელში გული გამისკდა მეთქი და ჯენდება საკეთებს. იმას გულისხმობ რომ მაგანი პოვა ის ტიპი არა? კი, მანიპოვა, მაგრამ მე ვეუბნებოდი რა უნდა ელაპარაკა. მართალი ხარ. ზუსტად ეგ არის რთული გასაკეთებელი. მაგრამ მართალია, სოული როგორც იქნა, გამოგვადგა. სულ გამოგადგებათ და მიჯერეთ. ღმერთო ჩემო. ძალიან მაგარი დასალევია. ნუ ჯობს რომ იყოს, რადგან $320-ით ერთი ბოთლი. რა? კუ პოლ როჯეტი, ბატონი უინსტონ ჩერჩილი. როგორც ჩანს, მისი საყვარელი შამპანიური იყო და მისი სახელი დაარქვეს. როგორ გადაიხადე? რას გულისხმობ?
არა. ნაღდი ფულით. არა, მე მაინტერესებს როგორ იყიდა ასეთი ძვირადღირებული დასალევი ვოლტერ ვაიტმა. უმუშევარმა სკოლის მასწავლებელმა. როგორ ახსნია მას? სკაილერ. არავის დაუნახი ვარ. გამყიდველმა დაგინახა. მაგრამ ეგ არ არის მთავარი. გახსოვდეს, ჩვენ ღატაკები ვართ. ველოდები შენს უმუშევრობის ქვითარს ტელეფონის დავალიანების გადასახდელად. ამასთან ერთად შუქის გადასახდელად. ბატარეაში მოიგო ჩემდება. რადგან ოფიციალურად ფული არ გვაქვს. ყველაფერზე ზედმეტად ნერვიულობა. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ იმისთვის, რომ ჩვენი წარმატების აღნიშვნა მომინდა. ბოდიშის მოხდას არც ვითხოვე ვოლტ. ჭკვიანურად მოქცევას ვითხოვე. მხოლოდ ერთი ბოთლი შამპანური ვიყიდე. მხოლოდ ერთი ბოთლი სკაილერ. ნაღდი ფული გადავიხადე. რა დაემართა ამ პერსონაჟებს. ვოთერგეიტს შეხედე. კარებში დატოვებულმა პატარა წებოვანმა ლენტმა ღმერთო ჩემო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩამოაგდო. ნუ ახლა ნიქსონიც გავხდი? არა, მე ვამბობ, რომ დეტალებს უნდა მივაქციო ყურადღება. გასაგებია? ჩვენი ამბისგან ერთმა პატარა შეცდომამ გადახვევამ შეიძლება დაგღუპოს. კარგი. სამხილი უნდა გავანადგუროთ. კაი. აუჩები. სკაილერი რა არის სერიაში? რომელიც ამ ჩანაწერის ნაწილია, ვინტერესდები თუ როგორი გაფანტვა შეიძლება იქნას გამოწვეული. ეს იქნება რამე ნიშნად, მაგრამ უფრო იმ ნიშნად, რომ ყოველ 5 წამში ერთხელ იცვლება. მადლობთ. კიდევ გაქვთ შეკითხვები? წინადადება გვაქვს აპელაციის დაკმაყოფილების თაობაზე. ვინც თანახმახართ ხელი ასწიეთ და თქვით დიახ. დიახ არის თანხმობის ნიშანი და რამდენია წინააღმდეგი? 5-ია წინააღმდეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინადადება უარყოფილია. მინდა წამოვაყენო წინადადება ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ნახავს? ნუ არა, სახელი არ ეწერება დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ შეწერებოდა მაგასის ტიპებიც იპოვდნენ მიაგნე. აი, ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული მეოთხე სეზონის მესამე სერია. რა ვიცი. თითქოს და კაი ამბებია, სამრეცხაო იყიდეს, მაგრამ სერია დიდად სიმართლე გითხრათ არ მომეწონა. ანუ მომეწონა, მაგრამ ისე რა, საშუალო იყო. საშუალოზე უნდა მაგალი, მაგრამ მაინც კაი მომენტები ქონდა საინტერესო ვოლტის და სკაილერის სცენების უმეტესობა მომეწონა. ზოგი იყო ისე რა მომენტები, სოლის სცენა მომეწონა. აი ჯესის მომენტები მაგრამ არ მომწონს, როგორც ბრუნდება თავის ძველ ცხოვრებას ცუდი გაგებით. არ ვიცი რა. იმენა განადგურებულია ტიპი. არ ვიცი. მე მართლა იმედი მაქვს, რომ ჯესის ბედნიერი ფინალი ექნება სერიალში. და ვიცი რომ ფილმი არის ამ სერიალის მერე ელ კამინო და ჯესი არის თუ არ ვცდები იქ თავარი გმირი. ნახოთ. იმედია მართლა გამომართლებს, იმიტომ რომ რასაც ახლა ვუყურებთ, არც ისე ბედნიერი ცხოვრება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მილიონერია. გუსტავო და მაიკი ამ სერიაში არ გამოჩენილან, რაც ასევე მინუსია, მაგრამ დიდად რო გითხრათ, რომ რამეს განსაკუთრებულად ცვლის ამ წუთას, არა. ის მომენტი იყო საოცრება კიდევ ვოლტმა, რომ შუა თითია უწია კამერას დასაწყისში. ნახო, ძირითადად ისეთი სერია იყო რა. არაფრის მომცემი, გარდა იმისა, რომ სამრეცხაო იყიდეს.
გასო მერის ამბავი ძალიან ჰენგის და მერის ამბავი ძალიან არ მომწონს და ფინალში კი დაეთყო რომ ჰენგი ცოტა გამოსწორების გზაზე დადგა იმიტომ რომ ხო ხდებით როგორიც იყო ეს დღეები და განა ჰენგთან პრეტენზია მაქვს უბრალოდ ანუ პრეტენზია მომენტებში მაქვს კი მაგრამ მესმის ახლა რატომაც არის ასე ისეთი ამბავი შეემთხვა რომ რთულია ბედნიერი იყო და სიმღერით ატარებდა დღეებს არავის დაუხარდებოდა ახლა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა როგორც ჰენგია მერიც ორდოა სიმეთრე გითხრათ ზოგჯერ მართლა ძალიან უხეშად ექცევა ჰენგი და არ იმსახურებს ამას თუმცა ზოგადად მერისგან ეს ქურდობის დაწყება გაგრძელება ესეც ცოტა ისე რა იდეა იყო მაგრამ ხო იმედია ყველაფერი გამოსწორდება მათთან რავი რა მაქვს სათქმელი არც არაფერი ჯერჯერობით არ ვიცი სიმართლე გითხრათ ვინაა ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჯესი ვოლტი ჰენგი ეს სამი მომწონს ყველაზე მეტად მაგრამ ხო დაგეშურებით ახლა იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ დალაიქეთ გამოიწერეთ ჩემი არხი დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხილაკი მადლობა ყველას გნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში კარგად ბრძანდებოდეთ